Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. Აი, ვიმყოფებით ეს ამ ადგილზე, ისევ ჩვენ ადგილზე, რომელიც ფერისვალებას ჩავწერე და მინდა დღეს სასიხარულო ამბავი გავცნოთ. ჩვენმა გერმანელმა მაყურებელმა ბატონმა ზურაბმა გამოგვიგზავნა დრონის თანხა და შევიძინეთ დრონი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა და ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის, ამ გულისხმიერებისათვის. რაც მინდა გითხრათ ახლა, თქვენი თვით განცხადება წაიკითხეთ ჩვენ რო ისრაელში მივდივართ, კერძოდ მივდივართ 5 ოქტომბერს და ამისათვის ვინც გვანსპონსორობდა ბილეთებზე იზმან რატომღაც ვარ ითქვა შემდეგ და ასე გვიწევს ახლა ბილეთების ფულის შეგროვება. ამიტომ გთხოვთ, ქვემოთ იქნება მითითებული ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და გთხოვთ, ვისაც რამდენი საშუალება გაქვთ, დაგვირიცხოთ თანხა, რათა ბილეთი შევაგროვოთ და წავიდეთ და გადავიღოთ ისრაელში ის კადრები, სადაც იესო ქრისტე დადიოდა, სადაც იესო ქრისტე ხადაგებდა და ყველა ის ბიბლიური ადგილები, რომელსაც ჩვენ ვიცით ბიბლიის წერილებიდან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გითხრათ, რომ კარვობის დღესასწაულის გადასაღებად მივდივარ და კარვობის დღესასწაული არის ძალიან უნიკალური დღესასწაული. ეს არის წინასწარმეტყველური დღესასწაული, რომელიც არის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას და მის გამეფებას დედამიწაზე. უშუალოდ ეს წინასწარმეტყველური დღესასწაულის გადასაღებად მივდივართ ჩვენ და აგრეთვე მოვინახულებთ ყველა იმ ბიბლიურ ადგილებს, რომელიც შედის ამ ჩვენ ტურში, რომელშიც ჩვენ დაგუპატიშეს. არ ვიცით რა ადგილები იქნება, მაგრამ გვყიდებით ძალიან კარგ დოკუმენტურ ფილმებს და დოკუმენტურ სიუჟეტებს, რომელიც იქნება. ოღონდ თავარია ჯერ წავიდეთ. ამიტომ გვინდა თქვენი გვერდში დადგომა. თუ ვერ წავედით, ის თანხები, რომელიც თქვენ გადმორიცხეთ, აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ შემოგარგებოდ. მაშას, ახლა კი დავტესტოთ ჩვენი დრონი, რომელიც ჩვენ გვაჩუქა ბატონმა ზურამ. აგერ ჩემი შვილიც არის ივანე. მოდიმა. აი ესაა ჩემი ბიჭი. დავკნი ხელი. ესაა ჩემი ერთადერთი და განმეორებელი სიცოცხლე, ჩემი ბიჭი. და ახლა გვინდა დავტესტოთ ჩვენი დრონი, მაგრამ ძალიან ქარია მამადან. არ ვიცი როგორ გავაკეთოთ, აბა, გავაკეთოთ? მაინც ვნახოთ, დავტესტოთ. შეიძლება ხანმა წაიღებს. არ წაიღებს ქარი, ნუ გეშინია.